ნათია შესეთი გამარჯობა. ერთი რამე უნდა გთხოვო, რომ სანამ ჩვენ დავიწყებთ ლაპარაკს, ისარგებლებ შენი დროითაც და ერთ განაცხადს გავაკეთებ, ამაზე არ დიდ დროს არ დავხარჯავ დღეს, მაგრამ მე მგონი ისეთი სააშური საქმეა ქართული ემიგრაციისთვის. ჩემმა მეგობარმა მომწერა მესიჯი, არაფერი დასამალი არ არის, მაგრამ მოდი დავიცვათ კორექტულობა და არ ამიღია უფლება მისი ხსენების. მაგრამ თვითონ პრობლემას რომელიც მოგწერა, იმას გეტყვით. არის ესეთი ქართველი ემიგრანტი, რომელიც აღარ არის ცოცხალი, პაპაშვილი, ნათი ალბათ შენიცი, ეს არის ძალიან ცნობილი მოქანდაკე, დიზაინერი, წიგნები აქვს გამოცემული 4 მისი წიგნის მიხედვით, ფილმიც გადაიღეს ჰოლივუდში და აი რეზი გამოჩნდა. რეზი გამოჩნდა და ძალიან გამოხარა. აჰა. კი აღახარე, მაგრამ ეს არ ვიცი, მანქანაში ვარ და იმაში გზაში ვარ და. არა უშავს, მოგვისმენ მაინც. ხანდახან რაღაცას იტყვი. ხო და აი როგორ ჯობია, რავი, როგორ იტყვით. რავი, იყავი თუ შენ არ გიჭირს, ჩვენ არ გვიშლი ხელს ნამდვილად. ნამდვილად, ჯობია ჩვენთან ერთად იყო. ხო და გავაგრძელებ რა, სანამ ძირითად თემაზე გადავალ, მინდა ეს თქვა რა და აი ამ ასეთი ლეგასი როგორც ამბობენ. გესმის რეზი? ლაიში ვარ, ხო. ლეგასი ამ კაცის როგორც ამბობენ ხოლმე იკარგება. საფლავი უკვე დაკარგულია, ფერმა სადაც ცხოვრობდა და შეიძლება და მშვენიერი მუზეუმის მოწყობა ის გაიყიდა და არის ბიბლიოთეკაში შემორჩენილი მისი არქივი, რომელსაც ვადა აქვს და შეიძლება ეს არქივიც დაიკარგოს და მოდი მე ხა უბრალოდ ამ წერილის ნაკვეთებს წავიკითხავ და მე შემდეგ შეიძლება სპეციალური გადაცემა დავუთმოთ ამას და შეიძლება რაღაცნაირად მობილიზაციაც გამოვაცხადოთ ჩვენი ემიგრაციის რო რაღაცნაირად უშუალოდ ამ საქმეს. აი წავიკითხავ ახლა მე თორნიკე ეს პრობლემა კარგახანია მაწუხებს და ასე მგონია არც შენ დარჩები გულგრილი. საუბარია გიორგი პაპაშვილზე, ქართულ მწერალზე, მხატვარზე და სკულპტორზე, რომელიც ამერიკაში ცხოვრობდა წინა საუკუნის ოციანებიდან მოყოლებული. მოკლედ ძალიან სავალალო მდგომარეობა. ამ კაცის საფლავიც მალე დაიკარგება, არქივიც და დაგვრჩება ცარიელი სახელი და მისი ნაწარმოებები, ისიც ყველა არაა, სკულპტურებს თავმოყრა უნდა და დაცვა. გიორგი პაპაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც მეშვეობით ფართო ამერიკულ საზოგადოებამ გაიგო საქართველოს არსებობა. გიორგი პაპაშვილის კიდე 4 წიგნი აქვს დაწერილი, მაგრამ Anything Can Happen ყველაზე პოპულარულია. წერილი დაწერა აი ამის ავტორმა, მე გითხარით, რომ ამ წერილში ავწერე მისი ბოლო საცხოვრებელი სახლი ფერმა, რომელშიც ის დაკრძალულია. მეზობელი უვლიდან მის საფლავს ჯერ კიდევ 10-12 წლის წინ, მაგრამ მერე ფერმა გაიყიდა და ჩემთვის მისი საფლავის ბედი უცნობია. იმავე ქალაქის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ლეჰაი უნივერსიტეტი. მისი არქივი დაცულია, მაგრამ თუ არავინ მოიკითხა 5 წლის განმავლობაში, მას საგანაგვეზე გადაუძახებენ. ხო და მაინტერესებს რა უნდა გააკეთოს ქართულ-ამერიკულმა საზოგადოებამ, ამაზე მნიშვნელოვანი რომ გახსნას ფონდი, მოიძიოს თანხები, გააფიაროს ინიციატივები, შეისყიდოს მისი ფერმა, გადაარჩინონ მისი საფლავი, გადაარჩინონ მისი არქივი, ეგევე სახლის ბაზარზე მუზეუმი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს არის რაც მივიღე და ეხლა ღრმად ვარ შევიდეთ. აი მე მივიღე წერილი თორნიკე. ხო, რეზიმაც მიიღო და მე მგონი გულგრილი არ უნდა დავჩერდ და რაღაცა გავაკეთოთ, მაგრამ დღევანდელი თემა ეს არ არის, ამას ცალკე ამოვჭრით კიდე და დაუგზავნოთ ყველას, ვისაც შეიძლება დაინტერესოს და მე გავაკეთოთ კიდე ერთი გადაცემა ამის შესახებ უკვე კონკრეტულად მოვიფიქროთ რისი გაკეთება შეიძლება რა. აი ეს იყო რაც მინდოდა მე თქვა, რეზი დაამატებ რამეს. მოგესალმებით მეგობრებო. ბოდიში დღეს გადაუდებელი საქმე მქონდა და ისე გამოვიდა რომ ესე ცოტა უხერხულად შემოგეჭერიცავით, მაგრამ მაინც საჭირო ჩავთვალე რომ ესე ჯობს, ეს ტრადიცია რო არ დარღვეულიყო ჩვენი. მადლობა ეგეთი წერილისთვის, რომელიც მეც მივიღე და თან მე პირველად გავიგე და მე მგონი თორნიკე შენ იცოდი. გიორგი პაპაშვილის შესახებ. ხო, ადრე მომწერა და რაღაცა მეც ამ იმებში გადამივიდა და თვითონ წერს ახლა აღარ მინდა დეტალებს შეცვალო, შეიძლებაო
ისეთი დრო არისო, ვიღაცამ თქვასო, რომ ეხლა რა დროს ეს არის, მაგრამ კარგი დრო არასოდეს არ დგება ესეთი საქმეებისთვის და პარალელურად უნდა ვაკეთოთ ისიც, ესეც ყველაფერს უნდა გავწევთ და თუ დავკარგეთ ეს ყველაფერი, მაშინ არასოდეს აღარ დადგება. მე აი ზუსტად იმ მომენტს გავუსვამ ხას, რომ მე მინდა რომ ჩვენმა მაყურებელმაც და ყველა ემიგრანტი დავფიქრდეთ იმაზე, რომ როგორ გვიხარია იგივე დვალიშვილის გამოჩენა, იგივე თოფურიას გამოჩენა და აქ როგორი შვება იყო ჩვენთვის, იმიტომ რომ მარტო სტალინით რო გიცნობენ და ასე შემდეგ. ხო, ანუ და ესეთი მით უმეტეს ინტელექტუალური და მით უმეტეს რომელმაც კვალი დაამჩნია, ხო, აქაურობას სხვანაირი, ეს კიდე დამატებით საამაყოა და თან ეს გაერთიანების წერტილია. ანუ ის გაერთიანების წერტილი, რომელი გაერთიანებაც აი იმ საქმეებისთვის, რის გამოც შეიძლება ჩვენ გვითხრან რა დროს მაგის დროაო, აი ეგ გაერთიანება გვიშლის ზუსტად ხელს. და რის გარშემო გავერთიანებით ეს ცალკე საკითხია, მაგრამ მინიმუმ გასაერთიანებლად არის ძალიან მაგარი. და სხვათა შორის შევამოწმე და 45 წუთის გზა არის ჩემი სახელიდან. ნუ ფილადელფიიდან არის 40-50 წუთი. ეს არც ისე შორს არის, იქით მხარეს ბევრი ქართველი მუშაობს, ესე ვთქვათ, ამ დაკავებულია იგივე მიტანის სერვისი იქნება თუ ტაქსი იქნება თუ ხშირად გვიწევს, ესე ვთქვათ რა, იქით ბევრ ქართველს და რავი, რატომაც არა და მე მგონი რატომაც არა კი არა, აი ზუსტად ამ ქვეყანაში ვინც წარმატებას მიაღწია, როგორც ესე ვთქვათ, სათვისტომოებმა და როგორც საზოგადოებებმა, აი ეგეთი რაღაცეების უხეშად რო ვთქვათ, არ გამაზვით მიაღწიეს. აი ეგ არის ის ქვაკუთხედი რასაც ჩვენ თუ დავივიწყებთ, უფრო გაჭირდება, თორე ნუ პანაცეა არაფერი არ არის, მაგრამ აი ეგეთი რაღაცები მე მგონია რომ ძალიან მოგვეხმარება. მე ეგეთი ხალხის ხრებზე ვდგევართ ფაქტიურად და მან ხალხმა გააკეთა ჩაუყარა საფუძველი ქართული სახელის გაკეთებას ამერიკაში და არ უნდა დავუშვათ. ნაცია, შენც ხომ არ იტყვი რამეს ორ სიტყვას ამ თემაზე? რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა და არ უნდა დავკარგეთ რაღაცეები, ესეთი პიროვნებები და ესეთი წარმატებული ადამიანების შემოქმედება ის თუ დავკარგეთ, რა ვიცი მე. ოიცინაშია საქმე ეთქობა ისეთი ახლობელი ოჯახის წევრი არავინ არ დარჩა, რომელიც თვითონ მიხედავდა ამას. მეუღლე გარდაიცვალა და ეს ბიბლიოთეკა ინახავს კიდე რაღაცა ხანი მეზობლებმა შეინახეს, მაგრამ ოიცი ესე ჩდება ხოლმე და აღარ გაგრძელდება ეს და თანამდროა უნდა რაღაცა ვქნა. მაგას თორ ვიპატრონეთ და მოვუარეთ, რა ვიცი, მაშინ რა აზრი აქვს? მოკლედ, ამაზე გავაგრძელებთ აუცილებლად. დიდი მადლობა წერილის ავტორს, მე ვკითხავ, მაინც დავიცავ კორექტულობას და სახელი და გვარი, არაფერი დასამალი არ არის, ვინც წამოიწყო ეს თემა და ვიტყვით აუცილებლად და ნახოთ რა, გავაგრძელოთ.